სომხეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის პრემიერს მხარდაჭერას პირადად დონალდ ტრამპი უცხადებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის შესახებ საკუთარი სოციალური მედიის Truth Social-ის გვერდზე დაწერა და ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის მეთაურს მისი სრული მხარდაჭერა აქვს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის. ნიკოლის სრულად იაზრებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და სრულიად სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით. ჩვენი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახლახან სტუმრობდა სომხეთს და წინ წაწია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ორი ქვეყნისთვის. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაყრიან საფუძველს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის გზაზე, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს წვდომა ჰქონდათ ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე. სწორედ ამიტომ ნიკოლს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს 2026 წლის 7 ივნისს ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო დიდ სიმაღლეებზე ავიყვანთ. კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული. ესეც რომ არა, მიმდინარე კვირას ერევანში ოფიციალური ვიზიტით ჩასული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დედაქალაქებს შორის გაფორმებული ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია უკვე იყო იმის ნიშანი, რომ სომხეთს თეთრი სახლის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერა აქვს. ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის სათავეში 2018 წლიდანაა. ამ დროის მანძილზე გამართული არაერთი საპროტესტო ტალღის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დამარცხებისა და მგრძნობიარი ტერიტორიული ფაქტორების მიუხედავადაც მხარდამჭერთა რიცხვი მაინც შეინარჩუნა. ბოლო პერიოდში კავშირები გააძლიერა დასავლეთთან, რითიც მოსკოვის ბრაზი გამოიწვია. ამის ბოლო გამოხატულება გუშინდელი დღე იყო, როდესაც მოსკოვი ერევანს ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ ის ევროკავშირთან დაახლოებას განაგრძობს. ამ მიმართულებით კი ერევანს სერიოზული გეგმები აქვს. ბოლო მოლაპარაკებების თანახმად ქვეყანას შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხზეც მწვანე შუქი აქვს. გასული წლის მარტში კი სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო ევროკავშირში ინტეგრაციის აქტი, რაც ოფიციალურად ადასტურებს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ნებას. საარჩევნოდ ჩატარებული ბოლო გამოკითხვების თანახმად ნიკოლ ფაშინიანი ამჟამად პრორუსულად განწყობილ მეტოქეებს მნიშვნელოვნად უსწრებს.